ამას წინათ ვიდეო გადავიღე რა, სადაც ვიძახი, რომ ივანიშვილმა მეთქი ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იშოვნა, დიდძალი ფული თქო რა, მილიარდები თქო და ჩამოიტანა და ამ ფულს ხარჯავს საქართველოში თქო რა და ვიღაცა მიწევს იქ, რომ რატო არა კონკრეტები სად იშოვა ეგ მილიარდები რომელ ქვეყანაში, თითქოს ეხა მეშინია რა მაგის დაწერა და რომელ ქვეყანაში იშოვა, ჩემი ძმა და რუსეთში იშოვა, თან ისეთ დროს იშოვა დედის ტყნა რომ მიდიოდა, დედაშვილს ხელში რო არა იყვანდა და რა ვიცი, აი გლური კანონი რომ მიდიოდა, ბესპრედელი რო იყო და მაგარი კაცი თუ არ იყავი, აი დედასში თუ არ ტყნავდი, რომ მილიარდებს კი არა, რა ვიცი, კაპიკს არავინ არ გაშოუნინებ და აი მაგ დროს იშოვნა. ზუსტად ივანიშვილმა მილიარდები რუსეთში. თან ისე რომ ყლემოჭამეს რა და თან ისე რომ დღემდე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეცსამსახურები ცდილობენ რომ რაღაცა ისეთი უპოვონ ივანიშვილს, რითაც მერე შეძლებენ მის დაკომპრომიტირებას რა, რომ აი შენ აქ და აქ ეს მოკალიან, იქ ის ვიღაცა დამარხიან, რაღაცა ეგეთი ყლეობა რა. მაგრამ ჩემი ფეხები დღემდე ვერაფერი ვერ უპოვეს ამ კაცს მსგავსი და არიან გაგიჟებულები. რატო ვერ უპოვეს? იმიტომ ვერ უპოვეს, რომ უჭკვიანესი კაცია და უმაგრესი კაცია. რაც შეეხება ეხლა აქ ვიღაცა ამ პაჭი-პუჭა იმეებს რა, ვიღაცა ბიჭო, ვერა შანსი არ გაქვს. ესენი რომ ივანიშვილს ან არჩევნებს მოუგებენ, ან პოლიტიკაში, ან რამეში აჯობებენ, აი შევეცი ეგ წარმოუდგენელი რამეა, არ დაიჯეროთ მეგობრებო, ეგეთი რამე ვერ მოხდება. იმიტომ რომ ივანიშვილი არის უძლიერესი პიროვნება. ივანიშვილმა ისეთი ცხოვრება გამოიარა და ისე სუფთად გამოვიდა ფონს, რომ აი გენიოსი რო არ იყოს, ამას ვერ შეძლებდა და მიხა ვიღაცა ყლე გასიებული გუბაზა კატლეტის ჩეკზე რო ტყნაურობს ზის და ჭორვინელი და გინა ჭორვინელი ეძახეთ ეხლა და რაც გინდათ ის ეძახეთ. ფაქტია რომ 14 წელია 4-ზე დაგაყენათ თქვენი ოპოზიციან, არასამთავრობოებიანად და თქვენი პატრონებიანად და 4-ზე ყავხართ დაყენებული და დედას გიტყნავ. პირდაპირ გაგებით, აი რაკამ ყავხართ დაყენებული და გტყნავთ იმენა. გტყნავთ კიდევაც, გცემთ კიდევაც, ხან გაგლახათ, დაგიჭირათ კიდევაც, გცემათ კიდევაც. 4-ზე წავხართ დაყენებული და ყლემოჭამეთ დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თქვენი აი ეს რაღაცა და ევროპელი და დასავლელი პატრონები ფაჩარს იგლიჯავენ, რომ ვინ ყოფილა ბიძინაო, ეს რას გვიშვებაო. მაგრამ ჯერ სადახართ ბიჭო, ჯერ სადახართ. ეს ყველაფერი დასაწყისია და გაიხსენეთ და გაიაზრეთ. რატომ ეძახიან ივანიშვილს მახრჩობელას? ჯერ ეს ეხლა დაიწყო თქვენი აი ყელში წაჭერა და თქვენი ბოლომდე გაგუდვა იქნება ნელ-ნელა ეტაპობრივად ისე დინჯად მშვიდად მოგეტყნებათ დედის ტრაკი. აი ეგ არის თქვენი ბოლო. ხო, რაც შეეხება ეს იმას რა, სად იშოვა ივანიშვილმა ფული დააკონკრეტეო. კი, რუსეთში იშოვა და აქვე ვიტყვი ერთ რაღაცას რა, მე ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომელმაც რუსეთში იშოვეს მილიონები და მილიარდები. ეხლა თქვენ მითხარით რამოდენიმე ქართველი, რომლებმაც ევროპაში იშოვეს მილიონები და მილიარდები, ან ამერიკაში რო იშოვეს მილიონები და მილიარდები. მითხარით ასეთი ქართველები თუ იცით და მე თქვენ გეტყვით ასობით ქართველს, რომლებმაც რუსეთში მილიარდები იშოვეს და მილიონები იშოვეს. ასევე მე თქვენ გეტყვით ქართველებს, რომლებმაც რუსეთში თავიანთი პროფესიული განხრით მიაღწიეს წარმატებებს. შემდგარი ადამიანები არიან, წარმატებული ექიმები, წარმატებული მხატვრები, წარმატებული რაღაცა მუსიკის სფეროს წარმომადგენლები და ასე შემდეგ. თქვენ დამისახელეთ ეხლა გინდა ამერიკაში და გინდა ევროპაში, ვინ მიაღწია თავისი ნიჭის ხარჯზე ქართველებმა წარმატებებს სხვადასხვა დარგში.
მართლა მაინტერესებს. მოკლედ მართლა მაინტერესებს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ კომენტარის სახით ასეთი ქართველები დამიწეროთ რა. მაგრამ მე რასაც უყურებ ბიჭო თქვენი აი ჩვენი გასაქანი ხო ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა ამერიკა ხო და ნახე რა ხდება ამერიკაში რომ ჩახვიდე 5 ბინა უნდა გაყიდო და ტრაილერის შოფერს ვერ გაცდები რა და აი ეს არის ჩვენი მაქსიმუმი ამერიკაში ტრაილერის მძღოლობა რომ 24 საათი ტრაილერის რული უნდა ატრიალო ან რაღაცა ტაქსის მძღოლობა ან რაღაცა ის მიმტანობა გლოვო თუ უბერიზე და რაღაცა ყლეობებზე მუშაობა აი ეგ არის ჩვენი ქართველების მაქსიმუმი ჩვენ მეგობარ მაგარ ქვეყანა ამერიკაში და იგივე ევროპაში ხო მარწყვის კრეფები და მომლელები და რაღაცა ყლეობები და რა ვიცი ბიჭო მართლა ტვინი გაანძრიეთ თო ეს გირჩევნიათ რომ ვიღაცების ტრაქს წვინდავდეთ და ტრაილერის მძღოლები იყოთ ადამიანები რომლებიც დიპლომირებული ასოცირებული პროფესორ მასწავლებლები ხართ თუ ჩახვიდეთ რუსეთში და წარმატებას მიაღწიოთ და რა ვიცი თქვენი კაბინეტები გქონდეთ თქვენ სფეროში მოღვაწეობდეთ და როგორც მართლა ადამიანს და მეგობარს ისე გექცეოდნენ არა ეს არის გარედან მოხვეული რაღაცა მარაზმი რაღაცა ყლეობა კომპლექსი აკიდეს გარედან შემოგდებული რომ რას ამბობ როგორ შეიძლება ჯობია რა ქვია ამერიკაში 24 საათი ტრაილერის რული გქონდეს ტრაქში გაყრილი აი ეს არის მადლი და ეს არის მაგარი ვიდრე ჩახვიდე რუსეთში და მილიონი შოუ ერთ ძელკაში ერთ გარიგებაში კარგით რა ბიჭო გამოფხიზლდით ბოზიშვილი ვიყო მართლა რა გჭირთ რა დაგემართათ რა უბედურება დაგემართათ ეს რა არის ხო გელოდებით რა მართლა მაინტერესებს დამისახელეთ ქართველი მილიონერები რომლებიც ჯიბე გაფხეკილი ჩავიდნენ ევროპაში და იშოვეს მილიონები და მილიარდები და ასევე მაინტერესებს დამისახელოთ ქართველები რომლებიც ასევე ჯიბე გაფხეკილი ჩავიდნენ ამერიკაში და იშოვეს მილიონები და მილიარდები გელოდებით